ქართული ოცნება ემზადება არჩევნებისთვის, ჩვენ უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მომზადება. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იმიტომ რომ ეს პირადად უკავშირდება თითოეულ ქალაქს, რაიონს, სოფლებს, კონკრეტულ ოჯახებს. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა და მე თბილისზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო თუ რა პროექტები იქნა განხორციელებული, თუმცა ცხადია არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა, არსებობს გამოწვევები. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა საზოგადოებას წარუდგინოთ ჩვენი ხედვა, გეგმა თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში და როგორ უნდა შეიცვალოს ზოგადად ქვეყანა, ქალაქები, სოფლები უკეთესობისკენ კიდევ უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი იქნეს განხორციელებული. კანდიდატებს რაც შეეხება, მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. ეს ქართული ოცნება არის პოლიტიკური გუნდი, ვინც ატარებს ქართულ პოლიტიკას, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, იცავს თითოეული ქართველის ინტერესს. რა თქმა უნდა, საზოგადოება და მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს ამ ყველაფერს, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენთან რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება. ხედავთ ყველა რა პროცესები მიდის, ამიტომ მშვიდობის შემართუნება ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, პარალელურად საჭიროა ქვეყნის განვითარება და მეტი სიკეთე ქალაქებს და ჩვენს სოფლებს. გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით კითხავთ ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ თვითმმართველობის არჩევნების დღე 4 ოქტომბერი არ არის არჩევნების დღე, უბრალოდ ეს არის ოკუპაციის გაფორმების დღე და ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბებიან მოქალაქეებთან ერთად და დაასრულებენ ქართულ ოცნებას, ეს იქნება ამ ბრძოლის ლოგიკური დასასრულიო. რას უპასუხებთ მას? არის თუ არა ოკუპაციის დღე გაფორმების დღე 4 ოქტომბერი და მათ გეკითხავთ. ანუ არც ახლა სერიოზულად როგორ შეიძლება უპასუხო ლევან ხაბეიშვილს, ხო? ნუ წარმოუდგენელი ხა ლევან ხაბეიშვილი რაღაც სისულელე სიტყვის და დავდგეთ და იმას უპასუხოთ სერიოზულად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, გვექნება წარმოუდგენელი ჩვენი პროგრამა, კონკრეტული პროექტები, რაზეც დაველაპარაკებით მოსახლეობას, აუხსნით, ვაჩვენებთ ყველას თუ რის გაკეთებას ვაპირებთ და რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. გიორგი ბაჩიაშვილის პროცესია დღეს განაჩენი და ის არ საუბრობს მხოლოდ იმას, რომ ის პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული და არ საუბრობს იმაზე სამართლებრივად ყველაზე. ეს რომ შევაფასოთ და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? არ ვიცი, ახლა მე დეტალებს არ ვიცნობ, სიღრმისეულად, თუმცა პრობლემები რაც იკვეთება, ხელის გულზე დევს და არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული პროკურატურის მხრიდან. შესაბამისად, ყველა კითხვა, რომელიც არსებობს მის მიმართ, უნდა გაეცეს პასუხი. აი მისი მხრიდან რა შეიძლება თვითონ ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური ვეუბნის. ანუ ეს იყენებს ახლა არსებულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს, რომ პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი კონკრეტული დანაშაული. გიორგი ბაჩიაშვილი უკვე თვეზე მეტი არაც საუბრობს ზალადობაზე, რომელიც მოხდა ციხეში და ასევე გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, სადაც დაასახელა ანდრიო ხანიშვილის სახელდაგვარი, თუმცა მისი გატაცების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. რატომ არ დაიწყო გამოძიება? პირველი დავიწყოთ ციხეში დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მე ამაზე ვისაუბრე და გავაკეთე განმარტება, რომ ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, როდესაც ჯარდებული თუ დანაშაულის მქონე ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს ძალიან ცუდია, ძალიან მძიმეა, ბევრი გვინახავს ასეთი შემთხვევა და ვფიქრობ, უნდა მოხდეს გამოძიება და როგორც პენტენციურმა სამსახურმა გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მე იმაზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი და დაველოდოთ დეტალებს, რაც იქნება გამოაშკარებული. რაც შეეხება ის ჩამოყვანას, თქვენ იცით, რომ ის ჩამოყვანილი იქნა უცხო ქვეყნიდან და არანაირ მოტაცებას და გატაცებას ადგილი არ ქონია. ეს რომ დავასრულებ ამ თემას, რომ არ ქონია ადგილი მოტაცებას და გატაცებას. გამოძიება მქონდა დაადგინოს ეს. რატო არ იწყება გამოძიება ამ საკითხზე? რა ის გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა, ადამიანის ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. ის გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვეულებრივი სისულელეა. სისულელე რატომ არის ამბობს, რომ გაიტაცეს? გვაქვს შეკითხვები? ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი მთავარ არქიტექტურად დასახელებულია ნორმა ასენის სახელმწიფოში საქართველოს 20 ჯერაა მოხსენიებული. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი დაფინანსებების გამოძებნასა და გარეთ-ჩავარების მექანიზმებზე. რას ნიშნავს ეს და არის თუ არა საქართველოს მიმართ კიდევ ქვეყნის გარედან ჩავარება? არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც პირდაპირ
მცდელობები იყო ქვეყნის ხელისუფლების დამხობის, საზოგადოების დაპირისპირების, რევოლუციის მოწყობის. არაერთი მაგალითი ვნახეთ ჩვენ, როდესაც მაგალითად უცხოელები ჩამოდიოდნენ, მართავდნენ ტრენინგებს, თუ როგორ უნდა მოხდარიყო რევოლუცია ქვეყანაში, სახელმწიფო გადატრიალება, ეს რა თქმა უნდა იფუთებოდა სხვადასხვა პროგრამებით, სხვადასხვა პროექტებით, თუმცა ამის უკან რა იდგა, ყველაფერი გაშიფრულია და ხალხმაც ძალიან კარგად იცის. რა თქმა უნდა, თანხები მოდიოდა გარედან, ეს იყო უცხოური დაფინანსებები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირდაპირ გამოვიდა და დაასახელა იგივე ნედი, დაასახელა იგივე USAID. ეს ორგანიზაციები ძირითადად დაკავებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობით და ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა ვნახეთ ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში რევოლუციების მცდელობისა, შავი გაუმჭვირვალე ფული შემოდიოდა ქვეყანაში იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ. ამიტომ გახდა საჭირო გამჭვირვალობის კანონის და ფარასტიკის კანონის შემოღება, რომ ყველაფერი იყოს ცხადი და უცხოეთიდან ვითომ რაღაც კეთილი საქმეებისთვის შემოსული ეს შავი თანხები მე შემდეგ რომელსაც პოლიტიკისთვის იყენებდნენ, მთლიანად გამჭვირვალე იყოს და არავის არ მიეცეს შესაძლებლობა პოლიტიკურად იქნეს გამოყენებული ეს თანხები. სამხური მედიის ცნობით საშინელა და კაბახებზე მისაუბრეს, ჩემს მერედავს რა შემოგვიყვება. ყველაფერი პასუხი. და ასევე სამხური მედიის თანამოსაუბრება ასევე გათხოვის მოსაზრებები ორმხრივია რეგიონული ურთიერთობების ხის წესრიგზე. ომხრივად აღინიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის მშვიდობა მთელ სახე კავკასიის რეგიონში ახალ ტექნოლოგიებს უსწრაფო. აი ეს რა შეიძლება მოუკანოს ამ ტიპის საუბარს. მშვიდობის შენარჩუნება ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. ჩვენ ნახეთ ის შეთანხმება, რომელიც იქნა გაფორმებული, ჩვენ ამას მივესალმებით, არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და არაერთი შეთავაზება იყო ჩვენი მხრიდან გაკეთებული რეგიონში. დღეს ისე როგორც არასდროს უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას, სიმშვიდეს მიუხედავად იმისა, ჩვენ თუ გადავხედავთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, უმძიმესი სიტუაცია, ძალიან ცუდი ვითარება არის, შესაბამისად დღეს ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, იმიტომ რომ მშვიდობას მოაქვს განვითარება, წინსვლა, ეკონომიკური აღმავლობა და ასე შემდეგ. ბატონო კაშინათად ორი კითხვა მაქვს ერთი ჟურნალისტებთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ. მარტის აქციების დროს 19 ჟურნალისტის საქმე გადაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში. ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებმაც იძალადეს და კადრებშიც ჩანს მათ შორის ეს ყველაფერი. აი ჩვენმა ადგილობრივმა სასამართლომ რატომ ვერ გამოავლინა ვინ იყვნენ? რატომ არ მოხდა ამ პოლიციელების იდენტიფიცირება? ძალოვანი უწყების წარმომადგენლების იდენტიფიცირება და რატომ უწევს 19 ჟურნალისტს ახლა სტრასბურგში სიმართლის დადგენა? ის ფაქტები რაც ვნახეთ იყო ძალიან მძიმე, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რადიკალურად სხვა რამეს საუბრობთ, როდესაც ხედავთ ძალადობას, ამას მშვიდობიან აქციას უწოდებთ. ჩვენ ჟურნალისტებზე მაქვს საუბარი. რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ხო, როდესაც ადამიანზე ძალადობენ, ხო, მაგას ხო არა აქვს მნიშვნელობა ვინ რა პროფესიისა, ხო, ადამიანები ვართ და ძალიან ცუდია. იგივე მძიმე და ცუდია, როდესაც პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობდნენ და ამაზე არ საუბრობთ ხოლმე. თქვენ პირიქით გმირებად მოიხსენიათ იმ ადამიანებს და სინდისის პატიმრებს უწოდებთ, ვინც ძალადობდა პოლიციელებზე და აი ეს ძალიან ცუდია ეს დამოკიდებულება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა იმ ადამიანს უთანაგზნობ, არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი იყო თუ ვინც იყო, ალბათ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ნახეთ ძალის გადამეტება, ცუდი ფაქტები, ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელი და ძალიან ცუდია. ადგილობრივმა სასამართლომ რატო ვერ მოახდინა იდენტიფიცირება, ძალადებს? გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი და შესაბამისად უნდა გაეცეს ყველაფერს პასუხი. ერთი კითხვა დამრჩა თუ შეიძლება, უშუალოდ თქვენ გეხებათ. ნახეთ ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობაზე მინდა რომ ვკითხოთ, მასშტაბურ ტერიტორიაზე არის ლაპარაკი, სადაც კალაძის ნათელ მირონი, ილია წულაია საცხოვრებელ კომპლექსის მშენებლობას აპირებს.
მოკლედ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კორუფციაში გადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ეს პროექტი ამის დასტურია, იმის ნაცვლად, რომ ეს 400,000 კვადრატული მეტრის ფართობის რეკრეაციულ ზონად გამიგეყენებინათ. მწვანე შუქია უნდათ მასშტაბურ და რატომ უნდა გამოგეყენებინა რეკრეაციულ სივრცეთ, როდესაც აი ნახეთ როგორი ბინძურები ხართ, აი პირადად თქვენ ნუ მიიღებთ, როგორი ბინძურები ხართ ნახეთ. სპეკულირებთ, ყველა ერთნი ხართ რა ეს ევე პირველი, ეს რადიკალები, ეს ვითომ ოპოზიცია, არაფრის მაქნისები პირველ რიგში, არაფრის მაქნისები, სპეკულიანტები, სპეკულირებთ ყოველთვის, არასდროს სიმართლეს არ საუბრობთ, ყველა თქვენი გამოშვება თუ გადაცემა გაჯერებულია სიცრუით, გაჯერებულია ტყუილით. სხვათა შორის წაგებული გაქვთ სასამართლო ჩემს წინააღმდეგ იმ სიცრუეზე და სიბინძურეზე, რასაც ავრცელებდით და დღესაც აგრძელებთ ამ სიბინძურის გავრცელებას. რაც შეეხება კონკრეტულ თემას. აღნიშნული ტერიტორია, სიმართლეს რო არ ამბობთ, მაგას გეუბნებით თავიდან ბოლომდე, აღნიშნული ტერიტორია იყო საკუთრება ბატონი წილოსანის, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეათანხმა განაშენების რეგულირების გეგმა და დამტკიცებული იქნა საკრებულოში წარმოდგენილი იყო კონკრეტული არეალის განვითარება. შემდეგ ხდება, რომ კომპანია, რომელზეც თქვენ საუბრობთ, შეიძინა აღნიშნული ტერიტორია და ის განაშენიანების რეგულირების გეგმა და პროექტი, რომელიც იყო დამტკიცებული, ახორციელებს მის განვითარებას. რა არის ამაში ცუდი და სადნახეთ კორუფცია. ჩემს წინააღმდეგ მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები ხართ იმით, რომ გაავრცელოთ სიბინძურე, გაავრცელოთ ტყუილი, შეთითხნოთ ყველა თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება, რა ვიცი, სიცრუით, ბოროტებით. დღემდე ხო შეიძლება ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ 2012 წლიდან ერთი ჩემს მიერ კანონდარღვევა ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ კონკრეტული ფაქტებით. მარტო ბლა 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 ბლა. წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგავს ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა. იმიტომ რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვცემ პატივს და ვუფრთხილდები იმ დამოკიდებულებას, იმ ურთიერთობას, რომელიც ჩემს მიმართ აქვს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ამას ძალიან ვაფასებ და ძალიან ვუფრთხილდებ. 400,000 კვადრატული აი ეს ტერიტორია, რეკრეაციული ზონა ყოფილიყო, არ შეიძლება. რატომ უნდა ყოფილიყო? მასშტაბური მშენებლობა უნდა გაგემართათ იქ. აი მაგასაც აგი. ნათელ მირონისთვის ეს დამთხევა არის თუ რა ვიცი. მაგაზე ვერ ისმენთ ეთყობა აბა რა გითხარით ვერ გაიგეთ ის? აშკარაა რომ თქვენი მეგობარი არის და ნათელი. მე ამას არც მალავს ის ჩემ სანამ მე ხელისუფლებაში მოვიდოდი, მანამდეც ამ ბიზნესში იყო ის ადამიანი, ახორციელებდა თავის საქმეს, თავის საქმით იყო დაკავებული და დღესაც აგრძელებს მუშაობას. და ეხლა იმის გამო რომ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ჩემი ბავშვის ნათლი არა უნდა დაანებოს თავის საქმიანობას თავი და თავის ბიზნესს თავი, რამე უკანონოდ აქვს გაკეთებული ამ ადამიანს. ამას ვერ მოახერხებდა. რას ვერ მოახერხებდა, კაცო, კერძო საკუთრება წავიდა ადამიანი იყიდა, რას ვერ მოახერხებდა გავლენის გარეშე. ცოტა აზრი ხო უნდა დაატანო. თუ გონიათ რომ ყველა თქვენსავით სულელებია და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. აბა ნახეთ, სისულელეს ამბობ, ვიღაცამ დაგავალა, ეხლა გამოგიგზავნა მესიჯი და ვკითხულობ, რაღაც სისულელეს საუბრობ და გონია რომ ყველა თქვენსავით სულელებია, ვერავინ ვერ გამოიტანს განს. აბა გეუბნებით რომ ეს იყო კერძო საკუთრება, ბატონი წილოსანის საკუთრება იყო. შეურაცხყოფას აქეთ მაყენებთ და ეხლა თქვენ გინდათ რომ არ მისვთ კითხოთ, ვეუბნებით შეურაცხყოფას მაყენებთ და გინდათ რომ რაღაც პატივი გცენ. არ არის ასე. დამოკიდებულება უნდა იყოს ორმხრივი. მე თქვენთვის არასდროს შეურაცხყოფა პირადად არ მომიყენებია და თქვენც კეთილი ინებეთ. როდესაც კითხვას სვავთ, სიტყვები შეარჩიეთ და ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება. იმიტომ რომ აგიხსენით ძალიან მარტივად. ხო გასაგებია ყველასთვის, ხო? კონკრეტული ტერიტორია იყო კერძო საკუთრება, სადაც შეთანხმებულია პროექტი. ილია წულაია არაფერს შუაში არ იყო, შეთანხმებული იყო პროექტი, ეს იყო ბატონი წილოსანის საკუთრება, დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, დამტკიცდა კონკრეტული პროექტი. შემდეგ ამ ადამიანმა გადაწყვიტა აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვა. იყიდა იმ კონკრეტულმა კომპანიამ, რომელზეც თქვენ საუბრობთ. რა არის ამაში დანაშაული? კერძო პირისგან, კერძო პირმა იყიდა
ტერიტორია და ახორციელებს პროექტს. ნუ აი წარმოუდგენელია უბრალოდ რა და ამით ვცდილობთ, ნახეთ, რომ აი კახას მეგობარია, კახას ნაცვლად. მე რა ვინმე მისარგებლა იმით, რომ ჩემი მეგობარია, ან ჩემი თქვათ, რა ვიცი, ბავშვის ნათლია, ან რაღაცა ოჯახის ახლობელია, მომიტანეთ ერთი ფაქტი, ვინ ისარგებლა ამით. მადლობა. მადლობა.